მეგონა ეს აღარ მოხდებოდა აღარასდროს. 9 თვის წინ იყო გამოსული ბოლოს რაღაცა ეპიზოდი, ანუ ეპიზოდიც კი არ იყო. ნორმალური ეპიზოდი გამოვიდა 10 თვის წინ. ეს არის 79 ეპიზოდი და როგორც იქნა, მე-80 ეპიზოდი სკიბიდი ტოილეტის ახლა. მეგონა ეს სამყარო ბოლოდ გაქრა და მორჩა. აღარ აინტერესებს მეთქი აღარავის მორჩა ალბათ. აღარაფერი აღარ გამოვა, საერთოდ უბრალოდ იქნება ეპიზოდები. მაგრამ მაინც გამოდი. ერთი პერიოდი ამბობდნენ რომ ფილმიც უნდა გამოიშოთ, ტრანსფორმერის რეჟისორმა უნდა გადაიღოსო. ხო და არ ვიცი გეგმა თუ არა, მაგრამ ნახოთ, მე-80 ეპიზოდი სკიბიდი ტოილეტი. ვინმე თუ ელოდებოდით, მია კომენტარით საერთოდ თუ ელოდებოდით რომ გამოვიდო და მეთქი აბოჩია, ახალ წელი გამოვთქვა. არც მახსოვდა საერთოდ ბოლო რამოდენიმე თვე არის აღარც მახსოვდა. ხო და ნახოთ, ლაიქები გამოვიშვით, თუ მოგენათათ სკიბიდი ტოილეტის რეაქციები. წავიდა. დავიწყოთ. მე-80 ეპიზოდი, სკიბიდი ტოილეტი. დაფუგბუმის აღარ ქვია, სკიბიდი ტოილეტი ქვია. შეიძლება გაყიდე ტიპმა, არ ვიცი, აზიარა. დაკავშირება. რა ხდებოდა საერთოდ? იმედია შეგვახსენებენ რა ხდებოდა და გავიგებთ. ინჟინერიის განიერება. სადღაც მივდივართ, ვინ ვართ? ისო ვიღაცა გიგანტური ტივიმენი იყო? ხო. ანუ როგორც მახსოვს, ესენი სპიკერმენები იხოდებოდნენ. ბოლოს ეგ მომენტი არის, სპიკერმენები უნდა მოძლიერდნენ და შეუერთდნენ ფრონტს. საბრძოლო ველს. სერიოზული ამბები. ნუ იქით ხარეს კი ტოილეტების ხარეს საერთოდ სანამ სიგიჟები ხდება. აი ზოგი ტოილეტის ორ გუნდთა იყო. ერთი გუნდი ჩვენსკენ არის ადამიანებისკენ, ნუ მენებისკენ, ტოილეტმენები კი არა რა ქვია, ტევიმენები და კამერამენებისკენ. რაკეთა მხარეს მოკლედ. და ნუ ერთი ტოილეტების ხარე რაღაც სუპერ ძალების რაღაც უბედურებებს აკეთებენ. კაი რაღაც და მოგცა სათარგმნი აი იმას სიტყვენ გავიგებთ გამოდის. სათარგმნი მოწყობილობა მოგცა. ანუ ისინი რაღაც სიგიჟე ხდება, სპიკერები კაიხანი არ ჩანენ, ახსოვს ეგ ამბავი რომ კაიხანი უბრალოდ არანაირად არ ჩანენ სპიკერები და რაღაცა მაგრამ მოიხონე აშკარად ეს ციტლად უნდა თავის ალკი ამბავია. პორტალისტის მზადები? ტივიმენები ხო შეტრელებული საუბრობენ, მეთქი რა ხდება რა ის ამბობს, ატო არ მისმის. წესით უნდა გქონდეს სუბტიტრები, ადრე იყო ეგ ამბავი. აი მაგარი მომზადების წუთები არის. პირველი ამბობი თუ რაღაცას მომზადება მიდის სერიოზული ამბებისთვის. ეგ ამბავია. გადმოიყვანა და წავიდა თვითონ. სადღაც გადმოგვიყვანეს. რა ხდება აქ? რისთვის? ჯობი ცნობილი არა. ეს რა მოწყობილობაა? ჩვენი აშკარად. სპიკერების მოტანილი რაღაც ფერებიდან გამომდინარე თუ ვის ჯელებთ. ოპა, ეს სპიკერული მოიცა რა ხდება? ენის ხო რაღაცა ენერგიას ანიჭებს? ხდება თამაში. ეს ენერგიას აძლევს. რა მოწყობილობა რა სიცავს. guys. ცას განათებს. ეს დილა არის ამდენი ხანი და ღრუბელია და დაფარული თუ რა ამბავია. მარტო სინათლისთვის არ ამგვენია ჩალიჩა ამდენი ენერგიების მიყვანა. ეს მოწინააღმდეგეები მოვიდნენ. ხო, მოწინააღმდეგეები არიან. აი ცოტა კი სტაფილოსფერის წითელში გარდამავალი ორი მოწინააღმდეგეა. აი ultra mega წითელები ჩვენია.
დაიჭრა დაუბრუნა. არა სპიკერები, მაგრამ მოიხოდნენ. Solo ქერები, bro, solo-ზე აგვარებენ, მარტო აგვარებენ, თვითონ აგვარებენ ყველაფერს სპიკერების გუნდი. ოი. მოხსნა გადა, ოპა. ეს ლურჯი წესი კამერამენი უნდა იყოს და ტივიმენებსაც ლურჯი ქონდა თითქოს. იასამის ფერებს კი ქონდა ის. ტივიმენებს. ვოუ, მაგარი მოხდილია ეს. დაიჭირა და შეიაჯახა. ტიპები გამოჩნდნენ თუ არა, პირდაპირ აიწია ამბავი. მაგრამ ის ენერგია რისთვის გააქტიურდა რაღაცნაირად. გვერი გავიგე ჯეჯირობით. ოპა, ის ახალი ტოპ მებრძოლი. ჩაკუჩამენი. რაგიჩება. ხმის ტალღებით აჩერებენ ამ ნასროლებს. უკან შემოარტყავენ. მეორე რაღაცა ნინძური სტილია თუ ესე ჩაკუჩითაა. ტიპი იყო. ის ჯაიანტის ნაირია, მაგრამ თითქოს პატარა არის. ის ჯაიანტია. არა, პატარა აშკარა, ჯაიანტი, მენა ჯაიანტი არის. ჩაძახად. რამდენი არიან ვერ მივხვდი ახალი ტიპები. 2 თუ 3 არიან მგონი ეს ახალი სპიკერები. თუ ეს ორი ეს ჩაკუჩა და ჯაიანტა. ეს ახალი მოწინააღმდეგე ყავს. ეს გოგო მოწინააღმდეგეები კარგად გამოუვიდა როგორც ჩანს. და კიდე დაამატა ერთი. გადახიდა. მეთქის ყვითელი ნასროლი ვიღა არის? ჩვენიანი სპიკერები ესე იგი. ეს ფერების თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს გავს უკვე. ისეთი ამბები არის, რომ ვერ ეგებ ინვინარი. რო ჩავქრო, ყველა ერთი იგივე რაღაც ფერს ისროლოს, ვერ მიხვდები იმის ესպես. ესე იგი ესეთი მაგარი ყვითელი ფერიაც არის. ჩვენები არიან. ჩვენი ტოილეტები. ეს ორნი არიან როგორც ჩანს, ეს ახალი სპიკერის სასტავი. ორი რაღაცა გიჟი მებრძოლი ყავთ. და ეს რაღაცა. არა, იმენა ექშენია, თელი ეპიზოდი არის ერთი დიდი ექშენი. იმსახურებდა პრინციპი 9 თვე არაფერი ხო? იმსახურებთ ექშენს. ეს რაღაცა ნასტროს ნახე, ერთმანეთში ათამაშებენ. დააბნია უბრალოდ ფარი ამას ხო ფარი ქონდა და დააბნია საიდან ესროდნენ. ლეგენდები ეს ამ ყაროსთან შორის. საული, რეკავი. ალო? ვინ რეკავს? ეს ვინა? ის ახალი ტიპი ყავს ჩვენს რა. ჩვენიანი ტოილეტი არის, ოღონდ იმითი რაღაცა კამერებმა გაუძლიერეს რაღაცები როგორ ჩანს. კამერების ლაბორატორიიდან. მოიყვანეს. დაბრტყმელი ძავა? ჩასარევი გახდა? აიძერი სასწრაფო. მაგარ შარში ვარ, აი ეს თუ გაისროლაო და გაისროლა. შევსო ეს იყო სპიკერები, ამდენი გელოდებოდით, რომ ესე ერთ-ერთში გამქრალიყავით? და თქვენი გიგანტი დაუძახე. არ არის ხო ეგრე აშკარად. გადარჩა. რა მოხდა? გაგიზელდა, ჩაოლებრივ გაგიზელდა. ზელდება ჩაოლებრივ ძალა, რა მოხდა იმაზე? არა, ჩვენები როგორც ჩანს მაგრა დაიცნო. ჩვენები მაგრა და 1-2 იყო ის ტოპ სასტავი ვინც იყო ეგენი იყო გადარჩენილები.
აუ, ეს აქ არის ისევ გადაო. აუ, იმეორებს ნასწრაფს. ეს არის ჩვენი გიგანტი, რა შემოარტყავს უცებ. აი, ძლივს, ყველა. ო, რაღაცა დაარჭეს. იდაპი თავარ ადგილზე, სადაც ენერგიას. შესავალი შემოიტანა. აი ის. აი სამოიხო. ის რაღაც ამისი ხმალი იყო, რას დაუტენეთ, აი ის. ყველა თარ დაუტენეთ. ყველა თარ დაუტენეთ. იმათი ნასროლები აიღო და უკან კი დააბრუნა როგორც ხები აკეთებენ. ამა გააძლიერა და ისინი დაუბრუნა უკან. აი ძალიან მაგარი რაღაც დაამუღავეს უკან დაბრუნება, ძალიან სერიოზული თემაა. სერიოზული ამბავი. Акавар, смоу спикеру. Отжил. Давай. Серьезно, бро. ეხლა აქეთ ვაძრობ სახეებსო რა. ეგამბა. შო, ამი დასრულა. ძალიან მაგარი ეპიზოდი იყო. აჟკარად ღირდა. იმ 10 თუ 9 თვით რაც იყო, იმიტომ ბოლოს რა ეპიზოდებიც გამოდიოდა, რაღაც დიდად საინტერესო არაფერი ხდებოდა და რაღაც ამისკენ მიდიოდა მთელი ამბები, რომ სპიკერი მოვდა სახე გადაუნგრიოთ. ყველაფერს ეხლა პირველი შეტაკება მოხდა პირველი ოსზე სახე გადაუნგრიეს. ცოტა კი დაიძაბა კონკრეტულად სიტუაციები, მაგრამ მაინც ამოქაჩეს რა. საინტერესო როგორ გაგრძელდება ეპიზოდების გამოსვლას, იმედთვის ერთხელ მაინც დაიდება ნეტაო. ნახოთ როგორ იქნება, გამავი კომენტარში წერეთ თქვენს რას ფიქრობთ ამ ეპიზოდზე. ღირდა თუ არა ლოდი და დაიბრუნებს თუ არა სკიბედი ტოილეტი თავისი დიდებულ ამას აქვია. რენჭი ყოფნას, ცნობილობას რაც ქონდა რაღაცა წინა წლებში. დაუბრუნდება სკიბედი ტოილეტი. ისევ ისაუბრებენ მასზე. სკიბედი ტოილეტ tower defense მოიხოდება Roblox-ში. ნახოთ. შეხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოებში, შეველოდები კომენტარებს, გადავხედო ყველას, მაგრამ მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ ეპიზოდზე. შეხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოებში. ახლა